შირაქის ველზე მანამდე შეხვდით მეხვარბლეებს შეხვედრა როგორ დასრულდა და ზოგადად პროცესი როგორ მიმდინარეობს? ხო, შუა ფაზაში არის შესული მარცვლეულის აღება დედოფლისწყაროს რაიონში, სიგნალის რაიონში, დღეს ზალოობას აღნიშნავთ დედოფლისწყაროს რაიონში 45,000 ჰექტარი არის, სადაც ექნება აიღება ქერი და ხორბალი. ქონდა შეხვედრა ფერმერებთან, წელს გამორჩეულად დიდი მოსავალს ელიან ფერმერები, უკვე რაც არის აღებული აჩვენებს, რომ იქნება შესაძლოა რეკორდული რაოდენობაც კი აღებული ხორბლის და ქერის ფასიც წელს არის საკმაოდ კარგი საწყისი ფასი, ასე რომ ამ მხრივ ძალიან კარგი მოსავალი არის, კარგი განწყობაა ფერმერებში. ასევე ვისაუბრეთ, რომ წლევანდელი მოსავალის მიღმა რა არის კიდე გასაკეთებელი საომავლოდ, იმისთვის რომ შირაქი, როგორც ბეღელი ჩვენი ქვეყნისა, უფრო მოძლიერდეს, მოსავალი უფრო გაიზარდოს და შემოსავალიც უფრო გაიზარდოს ჩვენ ფერმერებს და ამასე სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად და პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, გუბერნატორთან ერთად ქონდა საუბარი და მოვინიშნეთ საკითხები, რომელზეც უკვე დაწყებული აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუშაობა და ფერმერებთან ერთად იქნება ჩართულობა. მათ შორის მთავარი საკითხი არის ქარსაფარი ზოლების აღდგენა, რაც არის მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ გაიზარდოს მოსავლიანობა და ამასთვის უკვე მომზადებული აქვს სამინისტროს კონცეფცია, რაც მთავარი მნიშვნელოვანი აქვს თავად ფერმერებთან ერთად მათი ჩართულობით ქარსაფარი ზოლების გაშენება, ვინაიდან თითოეული მათი მონაწილეობა გადამწყვეტი ამას სახელმწიფო მარტო ვერ შეძლებს და ამ მხრივ შევთანხმდით, რომ გვექნება ერთობლივი მუშაობა მთავრობას, პარლამენტს და ადგილობრივ ფერმერებს იმისთვის, რომ როგორც საკანონმდებლო ჩარჩო იყოს, იმისთვის, რომ დაცული იყოს ეს ქარსაფარი ზოლები, ისე პრაქტიკულად განხორციელდეს ეს იდეა. ბატონო შალვა, ქრონიკის ინფორმაციით ხოშტარიების ოჯახმა მორიგი რუსული ტრანში მიიღო, მაშინ როცა ხოშტარიები პროევროპულობას იჩემებენ, რას ნიშნავს ოკუპანტი ქვეყნიდან ჩარიცხული თანხების მიღება? რა იცით, მთავარი რასაც ამბობენ ხოლმე მათ შორის თავად ხოშტარია და მისი გარემოცვა არის, რომ პრეტენზია რასაც უყენებენ ხოლმე რუსეთს, რომ რუსეთი არ იცავს ხელშეკრულებებს და არ უნდა ვენდოთ რუსეთს, იმიტომ რომ რუსეთი არ იცავს ხელშეკრულებებს. რაღა მაინც და მაინც ხოშტარიების ოჯახის მიმართ იცავს ხელშეკრულებებს რუსეთი, როგორც ისინი ამბობენ, მათი რომელიღაცა წინაპრის ასე ვთქვათ ინტელექტუალური საკუთრების გამო ხდება ჩარიცხვა. გამოდის რომ მათი წარმოდგენით რუსეთი მთელ მსოფლიოს ურღვევს ხელშეკრულებებს, არ ურღვევს საერთაშორისო სამართალს და მაინც და მაინც ხოშტარიების ოჯახი არის, სადაც ესე იგი დღეს არ გადააცილებს ხოლმე რუსეთის ბიუჯეტი, რომ ჩაურიცხოს თანხები და ყველა შევახსენებ, ეს არის რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან პირდაპირ ჩარიცხული თანხები. ასე რომ ესეც თავად აჩვენებს რა ფარისეულობას აქვს ადგილი რადიკალებში და რომ წარმოსახვითია სინამდვილეში ის რაც მათ უნდათ დათესონ თავის მომხრეებში, სინამდვილეში ძალიან კომფორტულად იღებენ იმ ფულს, რომელიც სხვა მხრივ რო კითხო, ესე იგი არის მიუღებელი. ასე რომ მორალური დეგრადირების ერთ-ერთი მაჩვენებელია. კი ბატონო, 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადებაა გავრცელდა, ალბათ ამ განცხადების შინაარსი კარგად იცით, მოგეხსენებათ, რომ ისინი უთხოვენ ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, აქტივისტების გათავისუფლებას. თქვენ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა მორიგი ჩარევა შიდა საქმეებში? არ ვიცი, მე პოლიციაზე წიხლით შედგომა თუ არის მშვიდობიანი ქცევა, პოლიციელისთვის ასაფეთქებელი პიროტექნიკის დამიზნებით სროლა თუ არის მშვიდობიანი ქმედება, თუ კი პარლამენტის დაწვა არის მშვიდობიანი ქმედება, ამ 17 ქვეყანას ვეტყვი ერთ რამეს, რომ თავის ქვეყანაში ჩაიხედონ. მათ პოლიციელს რო წიხლით შედგეს ვინმე რა მოითმენ ამ ყველაფერს და არ იქნებათ რეაგირება, მათ პარლამენტს რო წვავდეს ვინმე არ იქნებათ რეაგირება, მათ რო უშენდნენ პიროტექნიკას არ იქნებათ ამაზე რეაგირება. სამწუხარო ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის. ეს არის უბრალოდ უსტანდარტობა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც როგორც ჩანს ვიღაცა თავის ტოლად და დარად ართვლის და დაბალღობეთ გთვლის. ან ჩვენ პოლიციელებს უნდა წიხლები ურტყან, ჩვენ პოლიციელებს უნდა ქვები ესოლონ, მოლოტოვის კოქტეილები უნდა ესოლონ და ეს არის როგორც ჩანს მათი გადმოსახედიდან ნორმალური. და ეს არის ზუსტად რაც
საბოლოო ჯამში იწვევს იმედგაცრუებას ჩვენი მოსახლეობის, ამას აჩვენებს შემდეგ გამოკითხვები, როდესაც დობა ევროკავშირის მიმართ ეცემა, იმიტომ უყურებენ, რომ დაყურებენ ზემოდან, როგორც თითქოს მეორე ხარისხოვან ქვეყანას და ჩვენთან ყველაფერი უნდა იყოს შესაძლებელი, თუკი მათი დაფინანსებული ხალხის მხრიდან ხდება. ამიტომ მნიშვნელოვანია ეს და ეს არის მთავარი განწყობა ქართულ ხალხში. მნიშვნელოვანი არის, რომ ამ ქვეყნებმა შეწყვიტონ უსამართლო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე და შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან ასე ვთქვათ დაავა და ამსენით ბრიუსელი და რაღაც გარემოცვა დედაქალაქებისა ზოგიერთის, რომ ამ აგრესიული რიტორიკით, მუქარის ტონით ესაუბრებიან დამოუკიდებელ სახელმწიფოს. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი გამოფხიზდეს და დროზე დაბრუნდეს ევროპული ღირებულებების გზაზე, ის გზა, რომელზეც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია დგას, ეს არის გზა საბჭოთა კავშირისკენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა შეაჩეროს საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა და დაუბრუნდეს ძირეულ ღირებულებებს, როგორც არის ადამიანის უფლებების პატივისცემა, კანონის უზენაესობა. ის ხალხი, ის სახელმწიფოები, ის ხელისუფლებები, რომელიც ამბობენ, რომ პოლიციელზე წიხლით შედგომა, პოლიციელისთვის ქვის და მოლოტოვის კოქტეილის სროლა არის მშვიდობა, ეს ხალხი არაცნობიერებს, რას ნიშნავს ადამიანის უფლებების პატივისცემა და არაცნობიერებს, რას ნიშნავს სამართლის უზენაესობა. ამიტომ ეს არის მთავარი დაასრულდეს ფარისევლობა და საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზიდან დროზე მოbrunდნენ და დაუბრუნდნენ ევროპულ ღირებულებებს. ბატონ შავა, თქვენ გამოაქვეყნეთ ოფიციალური წერილი Facebook გვერდზე, რომელიც შეეხება საფარს. ევროკავშირის მიერ ზოგადად მსგავსი ორგანიზაციების დაფინანსება თქვენი აზრით რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს? აქ დავამატებ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებითაც რომ გითხრათ. კი ბატონო, ჩვენ ესე იგი რაც ახლა ვნახეთ არის რომ ევროპარლამენტში ოპოზიციურმა ჯგუფებმა გამოიყენეს სადეპუტატო შეკითხვის შესაძლებლობა და მანამდე მიმართავდნენ ევროკომისია არ აძლევდათ ინფორმაციას და შემდეგ უკვე კომიტეტების მეშვეობით გამოითხოვეს ინფორმაცია ვის აფინანსებს ევროკავშირი. და აქ უკვე იძულებული იყო ევროკომისია რომ გაეცა პასუხი და ამ პასუხებისგან გამომდინარე შეიქმნა მონაცემთა ბაზა, სადაც ჩვენ ახლა ხედავთ ყველაფერი იმას, რასაც ჩვენ გვიმალავდნენ აქამდე მათ შორის ევროკავშირის საელჩო უარსამოვნდა ამის გასაჯაროებაზე. ჩვენ დავინახეთ პირველადი ინფორმაცია აქვს ახლა რომელ ორგანიზაციებში მიდის რა თანხები. და იქ ხა თანხებზე იყო დავა, საფარმა 900.000 აიღო თუ 200.000 აიღო და მოუწიათ საბოლოო ჯამში თვითონვე გასაჯაროებას აქედან გამომდინარე როგორ ნაწილდებოდა ეს თანხა და მე მგონი კიდევ უარესი რამე გავიგეთ რომ აღმოჩნდა რომ ეს 900.000-ები 2 მილიონიანი პროგრამები 9 მილიონიანი პროგრამები არის გადანაწილებული იმ რადიკალურ პოლიტიკურ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის რომელიც მოქალაქეები ხედავენ რომ გამოირჩევიან სახელმწიფოზე თავდასხმით, გამოირჩევიან სიძულვილის ენით, გამოირჩევიან დეზინფორმაციით და გამოირჩევიან ადამიანის უფლებების უპატივცემულობით. ასე რომ ფაქტობრივად პირველადი მონაცემი გვაქვს იმ ანატომიისა, როგორ ფინანსდება ექსტრემიზმი საქართველოში, როგორ არის გადანაწილებული ეს თანხები, ასე ვთქვათ, ასე ვთქვათ ცნობილ ეჭვმიტანილებზე, ასე ვთქვათ, რომელიც ზოგადად გამოირჩევიან იმით, რომ არსებენ პატივს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ აღიარებენ არჩევნებს, არ აღიარებენ კონსტიტუციას და კანონებს და რაც თავარია აორგანიზებენ, აი ზუსტად ეს NGO-ები აორგანიზებენ აქციებს, სადაც მოთხოვნა ჟღერდება ხელისუფლების დამხობა. აი ამაში იხარჯება დღეს სამწუხაროდ როგორც ჩანს ევროკავშირის ფული. ასე რომ ახლა უკვე ბურთი არის ევროკავშირის მოედანზე, ევროკავშირის საელჩოს მოედანზე ახსნას რატომ აფინანსებდა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამაშია ჩართული. და რა გავარკვიეთ ჩვენ გარდა ამისა? გავარკვიეთ 2022 წელს ივნისში შევახსენებ ყველას, როდესაც სცენაზე დადგენ NGO-ები და ითხოვდნენ რომ მთავრობა დაკომპლექტებული იყო მათი მონაწილეობით და მათი ვეტოს უფლებით, აიღეთ იმ სცენაზე ვინ იდგა ის NGO-ები და ყველა ის NGO არის ამ სიაში. და ეს 22 წელს მონაცემებს ეხება, მათ შორის ეს დაფინანსება. გამოვიდა, რომ ევროკავშირმა ჯერ არ მოგცა კანდიდატის სტატუსი აბსოლუტურად უსამართლოდ და არანაირი საფუძველი არ არსებობდა არ მოეცა და შემდეგ მისივე დაფინანსებული NGO-ები დააყენა სცენაზე ბრიუსელმა და აპირებდა ხელისუფლების ჩანაცვლებას NGO-ებით.
აი ეს არის რაც ჩვენ გავარკვიეთ ამ მონაცემთა ბაზიდან და ამაზე უნდა განმარტება გააკეთოს ევროკავშირის საელჩომ და ბრიუსელმა. 20 წლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, რამდენად მნიშვნელოვანია სწორედ გამოძიებამ გასცეს კითხვას პასუხი. სწორედ თუ არა დაგეგმილი საპოლიციო ღონისძიებები. ჩვენ გვაქვს სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც ავალდებულებს ქვეყანას, რომ იყოს ხელახალი გამოძიება ამ საქმის და ამ პროკურატურა შესაბამისად იძიებს ამ საკითხს. ის რომ 20 ივნისს 2019 წლის ეს იყო შტურმი პარლამენტზე, ერთი ეს დაადგინა იმავე სტრასბურგის სასამართლომ და ამავე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ შემდეგ დაშლის ოპერაციის დროს გადაცდომებთან დაკავშირებით გამოძიება არ იყო სრულყოფილი. ამიტომ ჩვენ გვაქვს სტრასბურგის სასამართლოდან ორი მოცემული. ერთი დაადგინდა, რომ ეს იყო შტურმი, რომლის მოტივი და მიზანი იყო ხელისუფლების დამხობა საერთო ჯამში, აბა პარლამენტს სიამოვნების გამო არავინ შტურმით არ იღებს და აქვე გავახსენებ ყველას, რომ ევროკავშირი თავად იყო ჩართული იმისთვის, რომ ამ შტურმის მონაწილეები გარეთ ყოფილიყვნენ და შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას გირაო ევროკავშირი ბრიუსელს აქვს გადახდილი ნიკა მელიას გირაო და იმიტომ იყო ის გარეთ, იმიტომ გირაო ქონდა გადახდილი ბრიუსელს იმ ადამიანის გირაო, რომელიც იმ შტურმში მონაწილეობდა პარლამენტის, რომელზეც სტრასბურგმა თქვა, რომ ეს იყო შტურმი პარლამენტის. აქაც კიდევ ერთხელ ისმის კითხვის ნიშნები ბრიუსელის მიმართ, თუ რა პროცესებთან ქონდა საქმე და რას ახალისებდა. და მეორე არის უკვე ასე ვთქვი, კანონიერ საზღვარს გამცდარი აქციის დაშლის ოპერაცია და ღონისძიება და ამ საკითხს იძიებს ახლა პროკურატურა. ჩვენ ვნახეთ, რომ ზუსტად გიორგი გახარიას მინისტრობის პირობებში ამ აქციის დაშლა მოხდა ისეთი მეთოდებით, რომელმაც ზიანი მიაყენა მოქალაქეებს და მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რომ ეს საქმე იყოს გამოძიებული. თვითმმართველობის არჩევნებამდე თითქმის 2 თვეა დარჩენილი, ოპოზიცია ორად არის გაყოფილი, დაპირისპირება გრძელდება. რა ამ ფონზე რა პერსპექტივა აქვს და ზოგადად საარჩევნო პროცესიც? რულინგსაც აქვს ადგილი იმათ მიმართ, ვინც აპირებს, რომ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, როგორც შეაფასებთ. იცით რა, მე ჩემ კოლეგებთან ერთად დღეს ვართ შირაკის ველზე, დედოფლის წყაროში. ოპოზიცია დღეს არიან გახარია ბერლინში, ნაცები ლონდონში, ზოგი ბრიუსელში, ზოგი სად და ზოგი სად. მაგრამ არ არიან ქართულ ხალხთან. დადიან სხვებთან, მაგრამ არა ქართულ ხალხთან. ასე არის, უნდათ რომ იყვნენ კომფორტში და ასფალტზე და ჩავიდნენ ხალხთან, ჩავიდნენ რეგიონში და ელაპარაკონ ქართულ ხალხს. ის უყურებენ იმას, რას ეტყვის რომელიღაცა პარლამენტის, უცხო პარლამენტის წევრი, რას ეტყვის ელჩი და ასე შემდეგ. ამაზე არის დღეს მთელი ოპოზიცია, რადიკალური ოპოზიციის მთელი პოლიტიკა არის აწყობილი იმაზე, რას იტყვი, რა თქვა გუშინ რასა იუკნევიჩიანემ და რას იტყვის დღეს რომელიღაცა პირობითი ევროპარლამენტარი თუ სხვა ქვეყნის პარლამენტარი. ეს არის ფუნდამენტური კრიზისი რადიკალური ოპოზიციის, რომ მთლიანად დღეს 30 წლიანი დამოუკიდებლობის პირობებში დღეს მივიღეთ ისეთი გარემოება, რომ მთელი რადიკალური ოპოზიცია არის უყურებს არა ხალხს და ქვეყნისკენ იყურება, არამედ იყურება გარეთ, რას ეტყვის სხვა ხალხების ჩეული, რომელიც პირდაპირ გვეუბნებიან, ეს ელჩები პირდაპირ გვეუბნებიან გერმანიის ელჩმაც. ახლა პირდაპირ თქვა, რაც ბანალური ჭეშმარიტება, რომ ისინი ატარებენ თავის ქვეყნის ინტერესს. გერმანიის ელჩი აქ არ ატარებს საქართველოს ინტერესს, ის ატარებს გერმანიის ინტერესს. ინგლისის ელჩი არ ატარებს ქართული ხალხის ინტერესების გასატარებლად, არ არის. აქ არის ჩამოსული ინგლისის, ბრიტანეთის ინტერესების გასატარებლად. როგორც კი დასდგება სასწორზე გერმანიის ინტერესი და საქართველოს ინტერესი, გერმანიის ელჩი აირჩევს გერმანიის ინტერესს. და ასეც ხდებოდა. ჩვენ ვნახეთ, რატომ ითხოვდნენ ჩვენგანო სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის. ყველა ეს ქვეყნები, რომელიც დღეს ძალიან ხმამაღალი არიან, მათ შორის ევროკავშირი და ბრიუსელი. რატო ითხოვდა? ჩვენ რო ვეუბნებოდით, რომ ეს არ არის ქართული ხალხის ინტერესში, რომ ამით დაზიანდება ქართული ხალხი, დაზიანდება ეს გლეხები დაზიანდებიან, რომელიც მათ შორის ეკონომიკურ გაცვლაზე არიან დამოკიდებული რუსეთის ფედერაციასთან. ამას რო ვეუბნებოდით, რატომ იყო მაინც ზეწოლა? იმიტომ რომ ისინი არ უყურებენ ქართული ხალხის ინტერესს. პირაზე როცა დგას ქართული ხალხის ინტერესი და უკრაინელი ხალხის ინტერესი, ირჩევენ უკრაინელი ხალხის ინტერესს. როცა დგას ქართული ხალხის ინტერესი და გერმანელი ხალხის ინტერესი, ირჩევენ გერმანელი ხალხის ინტერესს და ეს არ უნდათ რომ შეიგნოს ზოგიერთმა რადიკალურ ოპოზიციაში, რომ იქ სადაც ისინი ტრიალებენ, იქ საქართველოს ინტერესებზე არ არის საუბარი, იქ არის საუბარი მათი ქვეყნების ინტერესებზე. ერთმანეთის დაპირისპირება აქვს არჩევნებამდე რამდენიმე
ადრე ბულინგის გრძელდება მათზე, ვინც უკვე დაადასტურა არჩევნებში იღებს მონაწილეობას. აბა ეს პროცესი რაზე მიუთითებს, როგორი პერსპექტივა აქვს ოპოზიციას? ეს არის ხელოვნური დაპირისპირება, მცდელობა იმის წარმოსახვისა, რომ თითქოს არსებობს რადიკალურ ოპოზიციაში ნაცები და არანაცები. სინამდვილეში ჩვენ ბევრჯერ დავწმუნდით, რომ არის ერთი რადიკალური ოპოზიციის გუნდი, ეს არის ნაციონალ მოძრაობის გუნდი და ნაცობა არ ნიშნავს იმას, რომ იყო ნაციონალ მოძრაობის პარტიის წევრი. ეს არის იდეოლოგია, რომელიც გულისხმობს ასე სხვა ქვეყნების ინტერესებში უნდა მოქმედებდე და ის უნდა დააყენო უპირატესად ვიდრე შენი ხალხის და შენი ქვეყნის ინტერესი. ამიტომ ეს არის ჩვენ ხედავთ, რომ ბარიერ გადალახული 4 რადიკალური ოპოზიციის პარტიიდან 2 დღეს აცხადებს, რომ მონაწილეობას მიიღებს, 2 ამბობს, რომ მონაწილეობას არ მიიღებს. ეს არის წარმოსახვითი მცდელობა იმის წარმოჩენისა, თითქოს რომ იმისთვის რომ ჩააჩოჩონ, თითქოს გააქრონ ნაციონალური მოძრაობა და ქართულ ხალხს კვლავ გარედან დადგმული სცენარით აჩვენონ თითქოს მოვიდა რაღაც ახალი ძალა, რომელიც არ არის კავშირის ნაციონალურ მოძრაობასთან. შეგახსენებთ, რომ გახარიას დღესაც აქვს კოალიციები ზუსტად თვითმმართველობის დონეზე არჩევნების შედეგად 4 მუნიციპალიტეტში აქვს კოალიციები შექმნილი, პოლიტიკური ერთ ოჯახში არიან. შეგახსენებთ, ლელოს წევრები არიან ნაციონალურ მოძრაობის ლიდერები ხან. ვის უნდა დააჯერონ ეს ყველაფერი, რომ არ ვთქვათ სხვა კავშირებზე ლელოსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. ამიტომ დღეს ეს მთლიანი, ასე ვთქვათ, მიმიკრია არის იმისი მცდელობა, რომ ბრენდი ნაციონალურ მოძრაობა რაღაცნაირად ქართველების თვალს მოაცილონ და აჩვენონ თითქოს რაღაცა სხვა ძალა არის. ზუსტად იგივე ხუთიანი აწერია შუბლზე ყველას, გახარიასაც, ხაზარაძესაც და მელიასაც და ვაშაძე იქნება თუ სხვა ამ პარტიის წარმომადგენლები. ბატონ შალო, გავაგრძელებ არჩევნების თემას. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიაჩნია მას, რომ არჩევნები უნდა ჩაატაროს საერთაშორისო ადმინისტრაციამ. თქვენ კომენტარს გააკეთებდით თემაზე. ხალბატონი სალომე იცით რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, იქ დაბადებული, გაზრდილი და როგორც ჩანს მან ის ვერ გახდა ვერანაირად ქართველი. აიღო ქართული პასპორტი, აქვს ქართული სისხლი ძარღვებში, მაგრამ მას არ აქვს ქართული გონი, ქართული სული და ქართული ხასიათი. არ აქვს ბმა იმასთან, რასაც ნიშნავს იყო ქართველი და იყო ამ ქვეყნის შვილი და ზრუნავდა მის დამოუკიდებლობაზე. ის რასაც ის ამბობს, ეს არის სირცხვილი. როდესაც ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის 34 წლის თავზე ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვეულებრივი ვასალი ქვეყანა, ან არ შემდგარი ქვეყანა, ან რაღაცა არარსებული წარმონაქმნი, რომელსაც სხვები ჩაუტარებენ არჩევნებს, სხვები დაუნიშნავენ მოსამართლეებს. ეს სინამდვილეში ის კი ამბობს, მაგრამ ეს ამაში ახალი აფრიკა ამას გვაპარებდნენ ჩვენ ნელ-ნელა, როცა გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენი დაფინანსებული ორგანიზაციები უნდა იყვნენ გადამწყვეტი, ვინც მოსამართლეებს დაგინიშნავთ, ვინც ცესკოს დაგინიშნავს, ვინც სხვა თანამდებობებზე დაგინიშნავს. ამიტომ ქალბატონმა სალომემ რაც ქნა, ამით გაყიდა სინამდვილეში რა არის სხვების გეგმები საქართველოსთან მიმართებით, რომ ჩვენ ვიმართებოდეთ გარედან და ვიყოთ რაღაცა თითქოს აქ არის პირველყოფილი თემური წყობილება და არ შეგვიძლია ჩვენი ქვეყანა ჩვენ თვითონ მართოთ. რაც არის სირცხვილი, კიდევ ერთხელ ეს საკუთარი ერის ამ დონეზე დაკნინება იმ ერის, რომელსაც ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანაზე ადრე შექმნა ევროპული ყაიდის სახელმწიფო, გულისხმობ 1918-21 წლების რესპუბლიკას, როდესაც სხვებთან არჩევნები არ ტარდებოდა, რა დემოკრატიაზე და რა ადამიანის უფლებებზე იყო ბევრ ქვეყანაში ევროპაში საუბარი და ჩვენთან ეს ყველაფერი იყო მოცემული. და ახლა ჩვენ უნდა მოგვადგეს ვიღაცა სხვა ქვეყანა და გვიტაროს არჩევნები. არ ვიცი ხა, აი ამ დონეზე ზოგიერთი კანდიდატი ქვეყანა მიყვანილი ყავს სამწუხაროდ ბრიუსელს, მაგრამ ეს განზრახვები თუ აქვს ჩვენს მიმართ, აბა რაღაც გვინდოდა დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის, იმიტომ დავეხსენით, რომ ჩვენ თავს ყოფილიყავით მიყუდნებული და ეხლა ქალბატონ სალომეს უნდა რომ